სასამართლოს გადაწყვეტილებებზე წვდომა უნდა გაიზარდოს. ამ თემაზე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა მოამზადა კვლევა. არასამთავრობო სექტორში აღნიშნავენ, რომ მათ რამდენიმე საქმეზე ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვის საბაბით არ მიაწოდეს. კვლევის პრეზენტაციას ანუკი გუმბერიძე ესწრებოდა. ანუკი, რა ხარვეზები გამოიკვეთა და რა რეკომენდაციები აქვს IDFI-ს? ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათ არაერთხელ მიმართეს თითქმის ყველა სასამართლოს, რომ კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გამოეთხოვათ, მათ შორის ყოფილი თანამდებობის პირებთან დაკავშირებით, თუმცა ვერც ერთ შემთხვევაში ოფიციალური დოკუმენტაცია ვერ მიიღეს. ისინი მთავარ პრობლემას სწორედ მესამე პირისთვის ინფორმაციის მიღების უფლების არ ქონას ასახელებენ და აცხადებენ, რომ ეს არის საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. მათ აქვს ჩამოშალებული რეკომენდაციები, რომლის საფუძველზეც ისინი ფიქრობენ, რომ ცვლილებები უნდა შევიდეს როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ისე ზოგად ადმინისტრაციულ კანონებში. ქართული მხარისთვის ასევე რეკომენდაციები მოამზადა კანონისა და დემოკრატიის ცენტრმა, რომლის წარმომადგენელიც დღევანდელ პრეზენტაციას ესწრებოდა. ამ კვლევაზე დაფუძნებული რეკომენდაციები უნდა დაედოს იმ ცვლილებებს, რომელიც აუცილებლად უნდა გატარდეს სასწრაფო წესით კანონმდებლობაში, რომ ეს ხარვეზები აღმოიფხვრას და ერთის მხრივ საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება მიიღოს სასამართლო გადაწყვეტილებები, რომელიც ღია სასამართლოს ხდომაზე იმართება და გამოაქვს მოსამართლეებს და მეორე მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში რაც არის, რომ მართსაჯულება საქართველოში რაც წარმოებს იყოს უფრო ღია და გამჭვირვალე. კარგია, როცა სასამართლოს ხდომები ღია მასობრივი ინფორმაციის წყაროებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუმცა გამოსასწორებელია ის, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების დროს არ სახელდება კონკრეტული გვარები, ეს არ შეესაბამება საჯარო ინტერესებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა იცოდნენ, ვინ დაარღვია კანონი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე პოლიტიკურ ფიგურებს ეხება. ორგანიზაციის რეკომენდაციებს იზიარებს სახალხო დამცველი. ომბუდსმენი ფიქრობს, რომ გარკვეული კატეგორიის საქმეებზე გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი უნდა იყოს. უჩა ნანუაშვილი ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე საუბრობს. საარსებობს საზოგადოებრივი ინტერესი, მაღალი საჯარო ინტერესი, მე ვფიქრობ, გარკვეული კატეგორიის საქმეებზე შესაძლებელი იქნება ეს სტანდარტი იყოს მაღალი და ამ შემთხვევაში საზოგადოებას ჰქონდეს წვდომა ასეთი სახის მასალებზე. გარკვეული ნორმები პერსონალთა მონაცემების დაცვის შესახებ კანონში არის დასახვეწი და მე ვფიქრობ, ამ მიმართებით მუშაობა არის გასაგრძელებელია. აღნიშნულ ინიციატივას არ ეთანხმებიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სადაც ფიქრობენ, რომ სასამართლოს ღიაობა არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებაც ღია უნდა იყოს. საზოგადოებისთვის ისინი ფიქრობენ, რომ გამჭვირვალობის ხარისხი სასამართლოებში გაზრდილია, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი მოქმედებს. ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება ხელმიუწვდომელი იყოს ყველა შემთხვევაში. გამჭვირვალობა გაზრდილია ძალიან. სასამართლოს გადაწყვეტილების პროაქტიულად გამოქვეყნების შემთხვევები არის გაზრდილი. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის და აკმაყოფილების შემთხვევები არის გაზრდილი. ერთადერთი, რასაც სასამართლო ხშირ შემთხვევაში ვერ ასრულებს, ეს არის გადაწყვეტილების გაცემა პირის პერსონალური მონაცემების გამჟღავნებით. ასეთი რამ კანონს არ ღვევს. კერძოდ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ორგანიზაციამ საჩივარი უკვე შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც წარმოებაშია უკვე მიღებული და სხდომა 27 იანვარს ჩაინიშნა. ანუკი გუმბერიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.